მოგესალმებით შუადღემში. მოგესალმებით შუადღემშვიდობის. ჩვენ ტრადიციულად ვიწევს ყველა ეთერის დაწყება იმით, რომ სოლიდარობა მინდა გამოუცხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც პროტესტის უკიდურესობას მიმართავენ, შიმშილობენ საპატიმროებში. ეს არის თემ ქათამაძე და მზია ამაღლობელი. უკვე პრინციპში 30 დღე არის თითქმის რაც ქალბატონი მზია შიმშილობს და 26 დღე არის თუ არ ვწდები თემურ ქათამაძე შიმშილობს. ასევე ნიკოლოზ ჯავახიშვილიც განაგრძობს შიმშილს. საუბრობთ მთელი პირველი ბლოკი მის შესახებ და ასევე მინდა ვახსენოთ ლაშა გაბიტაშვილის საქმე, რომელიც დღეს დილას კიდევ ერთხელ თავს დაესხნენ უკვე თბილისში, ტვინის შერყევა აქვს მას როგორც ვიცი და ეს არის პირდაპირ ანგარიშწორება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რეჟიმს ღიად და საკმაოდ ხმამაღლა უპირისპირდებიან, არავინ არ არის დაცული პრინციპში და ყველა ადამიანთან შეიძლება მივიდეს ის რეპრესიული მანქანა, რომელიც სრული სულით ყავთ ამოქოქილი, მაგრამ მე მინდა რომ ყურადღება გავამახვილო ნიკოლოზ ჯავახიშვილზე დღეს გადაცემის პირველ ნაწილში. ეს ადამიანი შიმშილობდა მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯანმრთელობის გაუარესების გამო მას მოუწია შეწყვეტა შიმშილობის, თუმცა გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის საპრობილეში მასთან შევიდა ადვოკატი, რომელსაც არც ოჯახის თანხმობა, არც თვითონ ბრალდებულის თანხმობა არ ჰქონია, რაც რბილად რო ვთქვათ არაეთიკურია და შემდგომ უკვე ვისაუბრებ თუ რამდენად კანონდარღვევა არის ეს ყველაფერი და ვიცით რომ იქ იყო საუბარი იმაზე რომ მას ხელი უნდა დაედო სხვა ბრალდებულების მიმართ, მიეცა ჩვენება და ამის სანაცვლოდ გაურკვეველია საიდან რანაირად ეს ადამიანი მას თავაზობდა საპროცესო შეთანხმებას და მას ამის გამოცდილება აქვს, იმიტომ რომ ვიცით რომ ომარ ოկრიბელაშვილს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმებას. სხვა თემა არის უკვე რა პირობებით არის ეს საპროცესო შეთანხმება გაფორმებული, თუმცა ფაქტია რომ სახელმწიფო წარმომადგენლები შეგვიძლია პირდაპირ დავარქვათ ამას, იმიტომ რომ სხვანაირად ვერანაირ მე პირადად ვერ ხვდები რა მოტივაციით შეიძლება შედიოდეს გაურკვეველი ადვოკატი ყველანაირი თანხმობის გარეშე რეჟიმის ტყვესთან და მას თავაზობდეს საპროცესო შეთანხმებას და დღეს გვინდა ვისაუბროთ ამ თემაზე გუჯა ავსაჯანიშვილი კოსტუმრად, რომელიც არის ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი, უფლებადამცველი და ელენე ქაიხოსროშვილი სამოქალაქო აქტივისტი. დიდი მადლობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. სანამ უშუალოდ დღევანდელი გადაცემის თემაზე გადავალთ, მე მინდა ორი სიტყვით მიმოვიხილო გუშინდელი აქცია, საპროტესტო აქციის 75 დღე იყო გუშინ და როგორც ვიცით, სამართალდამცავები შეეცადნენ რომ ხელი შეეშალათ აქციის მონაწილეებისათვის, რომ გზა გადაეკეტათ. დიდი რაოდენობით, ასე ვთქვათ, სამართალდამცავები გამოვიდნენ ქუჩაში, დაიწყეს მათ ადამიანების დაკავება და მცდელობა იყო ისევ დაშინების, რომ რაღაცნაირად არ მომხდარიყო და არ შემდგარიყო, ასე ვთქვათ, რუსთაველის პროსპექტის გადაკეტვა. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოთ ის ფაქტი, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც აი ამ პროტესტშია უკვე ფაქტურად 76 დღე არის და მანამდეც იყო ეს პროტესტი დაწყებული. გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები ყოველ ღამე და საღამოს იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე, მათ ცნობიერებაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველამ გავაცნობიერეთ, რომ შეიძლება ადამიანების გარკვეული ნაწილი, ვთქვათ, ერთ საღამოს არ აღმოჩნდეს ქუჩაში, მაგრამ ერთგვარი სტრატეგია ინდივიდებს, ადამიანებს, ასე ვთქვათ, შემუშავებული აქვთ, როგორ უნდა იბრძოლონ ამ სისტემასთან. ეს პროტესტი, მე მესმის, რომ ყოველდღიურად ესე ვერ დათვლი, რაღაცა დღეს შეიძლება ნაკლები ადამიანი გავიდეს რუსთაველზე, რაღაცა დღეს უფრო მეტი იყოს, ამას ვერ გათვლი წინასწარ, თუმცა პროტესტი გრძელდება და ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა გუშინის ფაქტი, რომ დაშინება არ მოქმედებს, ადამიანების დაჭერით, ჯარიმებით არ შინდებიან ადამიანები. მხოლოდ ერთი პატარა შემთხვევა არის საჭირო ადამიანის დაკავების, რომ სოლიდარობა ისეთი დიდია, რომ წამებში ხდება რაღაცა აუარებელი ადამიანის მობილიზება რუსთაველის პროსპექტზე და ეს არის ფაქტი იმისა, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს იჭერენ, უფრო მრავლდება ეს სოლიდარობა და ეს პროტესტი. ამიტომ ის რომ თქვათ რაღაცა დღეს შეიძლება ნაკლები ხალხი იყოს, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ პროტესტის, ასე ვთქვათ, მუხტი იკლებს. პირიქით, ეს მუხტი უფრო სოლიდარულია და
უფრო ძლიერია ეს აუცილებლად უნდა მეთქვა, იმიტომ რომ გუშინ ამის ასე ვთქვათ არაჩვეულებრივი მაგალითი ვნახეთ ჩვენ, რომ როგორი სოლიდარულები იყვნენ, სულ რაღაცა წამების თუ წუთებში მოხდა მობილიზება ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების. კი. და საკმაოდ სტანდარტული კადრები იყო თუ როგორი ხედავდნენ ეგრეთ წოდებული სამართალდამცავები უკან. გუჯა, თქვენით მინდა დავიწყო, მინდა რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს რა ხდება ნიკოლოზ ჯავახიშვილის გარშემო და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დავით გამყრელიძე ცდილობს საპროცესო შეთანხმებაზე დაიყოლიოს ადამიანები, აღიარებინოს ბრალი, დაადოს ხელი სხვას, მათ შორის პოლიტიკოსებს, როგორც საუბრობენ სხვადასხვა ადამიანები მე რაც შეხვდა სოციალურ ქსელში, მაგრამ თქვენ მაინც პირდაპირ ხართ კავშირზე თქვენს მარწმუნებელთან და საინტერესოა თქვენ რა დეტალები იცით. მოგესალმებით. პირველ რიგში მივესალმები ასევე იმ პატიმრებს, რომლებიც ზუსტად ვიცი უწყვეტად ტელევიზიას უყურებენ და კიდევ ერთხელ მინდა უთხრა მათ, რომ მთელი ქართველი ხალხი და ერი მხარს გიჭერთ და მათთვის თქვენ ხართ გმირები. რაც შეეხება უშუალოდ ბატონ ნიკოლოზს, მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ბატონ ნიკოლოზს ჰქონდა შიმშილობის ტალღა, და ვთქვათ ორი ტალღა, ეს იყო 5 დღიანი და 7 დღიანი. სადაც შიმშილობის მოტივაცია ბატონი ნიკოლოზის შემთხვევაში იყო ჟურნალისტი ქალბატონი მზია ამაღლობელის მხარდაჭერა. ასევე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ბატონმა ნიკოლოზმა გაავრცელა წერილი და წერდა ისეთ რაღაცას, რომ ციხეში ერთი კამერას არ შეუძლია მეორე კამერასთან კომუნიკაცია ჰქონდეს, რომ ბიჭებს მიმართავდა, რომ ჩვენ შეგვიძლია სიმბოლურად ერთი დღე, ორი დღე ვიშიმშილოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს ჩვენ რომ ციხიდანაც ვაგრძელებთ ბრძოლას. მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ბატონი ნიკოლოზის მიმართ ასევე ჰქონდა ჩვენების მიცემის იძულებას ადგილი და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება აქვს დასაწყები. ასევე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ როდესაც ბატონ ნიკოლოზის кейს მიმოვიხილავთ, ესეთი გარემოება შეიქმნა, რომ ვიღაც ადვოკატი ქვია ამას, ტერმინებს ზუსტად ვიყენებ ხოლმე, მაგრამ სხვა სიტყვა არ ქვია ამას, ოჯახთან შეთანხმების გარეშე, ასევე ბატონ ნიკოლოზთან შეთანხმების გარეშე შედის მერვე ინტენსიურ დაწესებულებაში, რომელსაც აქვს თავისი წესები შესვლის და პირველი დაირღვა ის, რომ ორდერი, როდესაც გამოწერა, შევიდა დაკეტილი ტიპის დაწესებულებაში, რომელშიც შესვლის უფლებაც თურმე არ ჰქონდა. შესაბამისად, თვითონ მერვე დაწესებულებამ რეაგირება უნდა მოახდინოს იმასთან დაკავშირებით, რომ ის შინაგანი წესი დაირღვა, იქიდან გამომდინარე, რომ აი ხო და გუშინაც გამოვლინდა, რომ პირი, რომელიც იყოფებოდა დაკეტილი ტიპის დაწესებულებაში, შეხვდა ბრალდებულს, რომელთანაც შეხვედრის უფლება არ ჰქონდა. ყოველივე აქედან გამომდინარე, პირველი დარღვევა გვაქვს ის, რომ მერვე დაწესებულების შინაგანი წესი დაირღვა და მათ ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხოება. მათ შორის უსაფრთხოება ვერ უზრუნველყვეს იქ მყოფი პირების, რადგან ნახეთ, როდესაც ისეთი ადამიანი შედის, რომელიც ჩემი ინტერესების გამტარებელი არ არის არც გამომძიებელი, არც პროკურორი და იქ შესვლის უფლება საერთოდ არ აქვს, ხომ? და ესეთ ადამიანს უშვებს მერვე დაწესებულება, ეს მხოლოდ ის პრობლემა კი არ არის, რომ ამ ადამიანმა ეს სითავხედე გაბედა, არამედ თვითონ მერვე დაწესებულების პრობლემაც არის, რომ ამის კონტროლის მექანიზმი არ აქვს, ვინ მოხვდება დაკეტილი ტიპის დაწესებულება. გუჯა, უკაცრავად ჩაგეკითხებით. აი მაგალითად მე ვზივარ საკანში და არც ჩემ ახლობელმა და არც მე არ ვიცი იმის შესახებ, რომ ჩემთან შეხვედრაზე მოდის ვიღაც უცხო ტიპი. მე ამას არ მაფრთხილებს არავინ და ისე კარებზე არის კაკუნი, აღებენ და შემოდის უცხო ადამიანი. ასე ხდება, რომ ადვოკატთან ვიზიტი არის და ძალიან კარგი კითხვა და მისვით, იმიტომ რომ ესეთ მძიმე кейსებს ვიცავ ხოლმე როგორც წესი და ძირითადად ადვოკატი მოდის. ძირითადად ხდება მოტყუება. ამის მოტყუების მაგალითი არის აი როგორი შეხედეთ, მაგალითად პირის აქვს უფლება შეხვდება თუ არა გამომძიებელს არის მისი ნება სურვილი. გამოკითხვა არის ნებაყოფლობით. დაუშვათ გამომძიებელი მოდის და უნდა რაღაც ჩვენება დააწერინოს პირს, ხო? პირი წინააღმდეგი არის, რომ არ მინდა შეხვედრა. როდესაც მიდის დაწესებულების თანამშრომელი, მქონია ნიკოლოზის შემთხვევაში მქონია ეს შემთხვევა, ეუბნებიან რომ მოვიდა ადვოკატი, გამოდის უკვე პირი და ფაქტის წინაშე დგება, რომ დახვდა ან გამომძიებელი, ან ვინმე უცხო პირი. ის უკვე ნახეთ დაწესებულებაში მყოფი პირი, თან რომელიც პირველად არის იქ და ცხოვრებაში არანაირი კრიმინალური გამოცდილება არ აქვს, ადვილად მოწყვლადია. უკვე ადამიანურად ხდება მასთან დალაპარაკება, აი დავილაპარაკოთ ამ ხელაგზა გამოვიარე, იქნებ რა მაქვს შენთან სათქმე. ესეთი შემთხვევები არაერთი, ასევე იზოლატორში არის. მაგას დავამატოთ, რომ შვიდი არაერთი რა. ხო, მით უმეტეს, როდესაც ადამიანი ნაშიმშილებია და მით უმეტეს
დღეს, როდესაც არანაირი მსგავსი გამოცდილება არ აქვს რა და ეს რა თქმა უნდა ხდება და ნუ ამის პრევენციული ღონისძიებები სისტემას არ აქვს. იმიტომ რომ ეს ზეპირ სიტყვა ერთხება. ეხლა უშუალოდ ანუ თუ ვთქვათ მსგავსი რამ განმეორდა, იმიტომ რომ ამის მოლოდინები უნდა გქონდეს, ვთქვათ რა უნდა იცოდნენ პოლიტპატიმრებმა, რომ ვთქვათ უარი უნდა თქვან შეხვედრაზე ალბათ, ხო, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს. ნახეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება არის, როდესაც გადმოყავთ ადმინისტრაციულ შენობაში, ბრალდებული, დაინახე რომ არ არის შენი ადვოკატი, ხო? ან დაინახე რომ არ არის ის ადამიანი, ვისი ნახვაც გინდა, ვისთანაც კომუნიკაცია გინდა, შეგიძლია გაბრუნდე და წახვიდე, მაგრამ ნახეთ, იქ ისეთი სიტუაცია არის, რომ შეიძლება მოვიდე შენთან ამ ბადრაგი ან ვიღაც და გითხრას, სად მიდიხარ, ადამიანია მოსული, ხა შეხვდი. ხო, ხვდებით, ხო, ანუ მანდ არის რომ კლიენტთან შეიძლება დაელაპარაკონ და ასევე ისეთი ტონით მიმართონ, რომ რისთვის გადმომაყვანინე შენი თავი, თუ არ ხვდებოდი გეთქვა, რომ ანუ ადამიანი რომელიც იქ არ არის ნამყოფი, გინდა არ გინდა მასზე ზეგავლენას ახდენ. ხო, ეგ მნიშვნელოვანი მომენტი არის და მე მინდა რომ თვითონ უშუალოდ წალებებზე საუბრობ ნიკოლოზის საქმესთან დაკავშირებით და ეს დავით გამყრელიძე როგორც ვახსენე პირველად არ არის მსგავს რაღაცაში შემჩნეული და ნიკოლოზის წერილიც გავრცელდა ციხიდან, სადაც ის ადასტურებს რომ ის მართლა იყო შესული და საუბრობს იმაზე რომ იქ იყო საუბარი საპროცესო შეთანხმებაზე და იმაზე რომ ხელი უნდა დაედო გარკვეული ადამიანებისთვის. რა შეგვიძლია მნიშვნელოვანი არის რომ მე როდესაც თუნდაც მედიასთან ურთიერთობის დროს მაინც იურისტი ვარ და მტკიცებულებითი სტანდარტი მომყვება ხოლმე საუბრის დროს. აქედან გამომდინარე პირველ ჩვენ გვაქვს მტკიცებულება იმის რომ ბატონი დავითი შესული იყო კონკრეტულ დროს ეს მოხდა შვიდში. მეორე გარემოება რის ასევე მტკიცებულება გვაქვს არის ის რომ მისი ოჯახის წევრები, ნიკოლოზის ოჯახის წევრები არ იყვნენ ინფორმირებული ეს ერთი და არც ჰქონდათ რაიმე თანხმობა გაცემული. მესამე მტკიცებულება გვაქვს ის რომ არც ბატონი ნიკოლოზი არ იყო თანახმა და უფლება არ მიუცია რომ ორდერი გამოიწერა. ასევე გვაქვს იმის მტკიცებულება რომ ბატონ ნიკოლოზ წერილობით ხელწერილი გამოგვიგზავნა, სთავაზობდნენ იმას რომ დანაშაული ეღიარებინა, რომელიც არ ჩაუდენია და ასევე ყველაზე საზიზღარი მეტი არაფერი არ არის ეს სიტყვა გარემოება იყო ის რომ სხვა პირებისთვის დაედო ხელი, ანუ ვითომდა ეთანამშრომლა გამოძიებასთან და ამის საფუძველზე პირდებოდნენ იმას რომ დატოვებდა დანის დაწესებულებას და გაუკეთდებოდა საპროცესო. რა თქმა უნდა ბატონმა ნიკოლოზმა ესეთ რაღაცა არც გააკეთა და ვერც გააკეთებდა, იმიტომ რომ არც დანაშაული არ ჩაუდენია და საერთოდ იმ ხალხს არ იცნობს ვიზეც ხელის დადებას თქვენ და ეს ადამიანები ვინც ერთად არიან ეხლა თავმოყრილი ერთმანეთს არც იცნობდნენ ჯგუფი როგორი არსებობს, როდესაც ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ, ეს დაყოლიება ხდება და მნიშვნელოვანია რატო ხდება ეს დაყოლიება. იმიტომ ხდება ეს დაყოლიება, რომ გამოძიება რომ ჩავატარეთ არაერთმა ადვოკატმა მტკიცებულებები პროკურატურას თითქმის არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დანაშაული ჩაიდეს. მათი მტკიცებულება არის პატაკი. და ეხლა პატაკი მაყურებლისთვის რომ განმარტოთ არის ის, რომ პოლიციელი დაწერს, რომ ოპერატიულმა მუშაკმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ პირმა ჩაიდინა დანაშაული. არც პატაკი, მხოლოდ იკითხება პატაკის ავტორი, არც მიმწოდებელი. შესაბამისად, მთელი кейსები დგას იმაზე, რომ ვიღაცისგან გაიგეს, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი. რაც მტკიცებულების სტანდარტს და ხო, მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ამაგრებენ ამით და აქედან გამომდინარე ისინი მუშაობენ რომ იქნებ ვიღაც გატეხონ უხეშად რო ვთქვათ. ასევე მნიშვნელოვანი არის ის რომ არაერთ შემთხვევა გვაქვს ბატონი დავითის მხრიდან, როდესაც ამ საპროცესო შეთანხმებებზე ხალხის დაყოლიებას ცდილობს და ისევ მტკიცებულებებით ვისაუბრებ. მაქვს სკრინები ასევე სხვადასხვა პოლიტპატიმრის ოჯახის წევრის გამოგზავნილი, რომელიც მწერენ იმას, რომ ბატონი დავითი ასევე მათ დაუკავშირდა და სთავაზობდა იმას, რომ დაეხმარებოდა საპროცესო შეთანხმებას გაუკეთებდა და ანუ არ მესმის რა დაინტერესება აქვს ამ ადამიანს ეს ერთი და მეორე, ანუ ვინ იყო ეს ადამიანი საერთოდ სანამ ეს ამბები დაიწყებოდა, ვცდილობდა გამერკვია ვინ არის ეს ადამიანი და ყველანაირად ვეცადე და არანაირი ისეთი кейსი არ ამომივარდა, არანაირი მისი მოქმედება არ ამომივარდა, სადაც ეს ადამიანი იბრძვის ისე, როგორც უნდა იბრძოდეს. ჩდება მაშინ, როდესაც პროკურატურას საპროცესო შეთანხმებები ჭირდება. ელენე, საინტერესო არის თქვენი მოსაზრებაც იმასთან დაკავშირებით, რომ რა მიზანს ემსახურება პატიმრების ეს იძულებითი, ასე ვთქვათ, აღიარებების, ჩვენებების დაწერა. რა არის ეს რა პროცესი არის და რა მდგომარეობა არის ხელისუფლების
ხელისუფლების ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან რაც ცდილობენ ისინი ამით. კი ბატონო, სანამ ამაზე საუბარს დავიწყებ, იქამდე მინდა რომ მეც მოუყვე ამის ისტორია როგორ გავიგე ამ ადამიანის შესახებ. საუბარია დავით გამყრელიძეზე, ვის ესე ვთქვათ მხილებას გუშინ მოხდა, ხო? ჯერ კიდე იანვარში მე მყავს მეგობრები, ასევე აქტივისტები, რომლებიც ძალიან აქტიურად დადიან სხვადასხვა პროცესებზე. ასევე disclaimers გავაკეთებ, რომ მე არ ვარ ადვოკატი, მაგრამ ვცდილობ რომ შევიდე ხოლმე პროცესებზე, დავესწრო და ასევე ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიღებ კოლეგებისგან, იურისტებისგან, რომლებიც არიან ადვოკატები. და იანვარში დამიკავშირდნენ ჩემი მეგობრები, რომლებიც პროცესს ესწრებოდნენ, ეს იყო ეგრეთ წოდებული ჯებირების საქმე, რომელიც გვახსოვს აბსოლუტურად გაზაფხულის აქციების დროს. ხო, საპროცესო შეთანხმებით დასრულდა ეს საქმე და იყო ძალიან, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო პირობები ამ შეთანხმებაში, ხო, ბრალდეთ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. და დამირეკეს ამ ჩემმა მეგობრებმა და მითხრეს ძალიან აღელვებულებმა, რომ მოხდა ასეთი რა, ამ პროცესზე იყო ადამიანი, ადვოკატი, რომელიც შუა პროცესში გაჩნდა ამ პროცესზე და მათი თქმით ეს ადამიანი ღიად ახდენდა ზეწოლას ბრალდებულებზე, ოჯახზე დააპირისპირა ერთ-ერთი ადვოკატი, რომელიც მანამდე იყო საქმეში ჩართული ოჯახთან, ფაქტობრივად ფსიქოლოგიურად ძალადობდა, როგორც მათ მითხრეს, ასე ვთქვათ, იქ ბრალდებულებზე, ხო? იყო საუბარი თუ არ დაეთანხმები რაღაც შუამდგომლობას, ესე იგი შენ ძმაკაც წირავ, თქვენ ყველა საუბარი იყო სხვა ადვოკატებზე, ამ ბავშვებს, ახალგაზრდა ბიჭები არიან, მოგეხსენებათ, წირავთ და ასე შემდეგ და მოგეხსენებათ ძალიან ბევრი რამ ხდება ხოლმე ყოველდღიურად და რაღაცნაირად კი დავიმახსოვრე ეს ფაქტი, მაგრამ ვიფიქრე რომ თუ რაიმე ძალიან სერიოზულია, ალბათ მედიიდან გავიგებ ამას და მე რაღაცნაირად ამომივარდა თავიდან, მაგრამ დამამახსოვრდა რომ ეს მოხდა. და სხვადასხვა წრეებშიც ამას განვიხილავდით, ხო, რა შეიძლება და მომხდარიყო და გუშინ, როდესაც ვნახე ელგუჯას Facebook პოსტი, ეგრევე გადავამოწმე ამ ადამიანის სახელი და გვარი ყველა ადამიანთან, ვინც ესწრებოდა იმ პროცესს და ვიკითხე რომ ეს ადამიანი იყო თუ არა ნამდვილად. რამდენიმე ადამიანმა და ნამდვილად ეგრევე დამიდასტურა რომ ნამდვილად ეს ადამიანი და მე უკვე მეც დავიწყე საჯაროდ ამ ამბის მოყოლა და მე მოვიკვლიე და ვნახე რომ თურმე მედიაშიც ყოფილა მთის ამბები არის თუ არ ვცდები, სადაც ვიდეოც არის გაზიარებული, ჩემი თვალით ვნახე როგორ იქცევა ეს ადამიანები ბრალდებულების თანდასწრებით, ბრალდებულები ხო წარმოვიდგინეთ ხო თან პირველად აქვთ ამასთან შეხება, არიან ძალიან მიუხედავად იმისა რომ ყველა მათგანი არის ძალიან მხნედ და მე არავითარ შემთხვევაში არ ვიდა რომ ისინი მოვიხსენიო რაიმე მსხვერპლობის კონტექსტში, ისინი არიან არ ვიცი მართლა გმირები, როგორც მათ ძალიან ღირსეულად უჭირავთ თავი, მაგრამ რა თქმა უნდა არიან მოწყვლად მდგომარეობაში, ხო არიან დაბნეულები და ყველა ადამიანის მიმართ, ვინც შედის და ეუბნება რომ აი მე ვარ ადვოკატი და მე თქვენ დაგიცავთ, შეიძლება რომ ინსტინქტურად უჩნდებოდეს ნდობა, ხო და ეს ადამიანები თან ელოდებიან ამ პროცესებს, ხო, ამ პროცესებზე რაღაც ახალს გაიგებენ თავის საქმის შესახებ, ადვოკატებთან ეკნებათ კომუნიკაცია თავის ახლობლებს დაინახავენ მაინც დარბაზიდან ხო და უცებ ხვდებათ აბსოლუტურად მტრული გარემო აი არასამართლებრივადაც რომ შევაფასოთ ხო რა მოხდა იმ პროცესზე რომ ეს ადამიანი იქ რაღაცას ბუინობს ეს ადვოკატი აპირისპირებს ოჯახს სხვა ადვოკატებთან ორ ბრალდებულს აპირისპირებს ერთმანეთთან შუა პროცესზე ანუ ეს იყო უმძიმესი სანახავი ჩემთვის გუშინ და ძალიან ბრაზობდი რომ როგორ აქამდე არ ვნახე მიუხედავად იმისა რომ მქონდა მე ეს ინფორმაცია როგორ აქამდე არ ვნახე იმიტომ რომ გარეთ ძალიან ბევრ რამეს შეიძლება ვაკეთებთ ადამიანები, აქტივისტები, იურისტები და ასე შემდეგ, მაგრამ შიგნით ამ პატიმრებს, ჩვენ პოლიტპატიმრებს, ტყვეებს ჭირდებათ ჩვენი სხვანაირი ყურადღება და დაცვა და ყურადღების გამახვილება. ის მაინც უნდა ვიცოდეთ ზუსტად რა ხდება იქ და რა მდგომარეობა რომ არ დაიმალოს არაფერი. არც ერთი უყურადღებად არც ერთი ესეთი გადმოცემით ნათქვამი შემთხვევაც კი არ უნდა დავაიგნოროთ ასე ვთქვათ რა და ძალიან წყდება გული რომ აქამდე არ ატყდა ეს ამბავი, იმიტომ რომ ამ ადამიანმა რამდენადაც მე ვიცი დავით გამყრელიძეზე საუბარი, უკვე რამდენიმე საპროცესო შეთანხმების ასე ვთქვათ დადება. რამდენადაც მე ვიცი ასე ვთქვათ ამ რეჟიმის მიერ ახალი იარაღი არ არის ეს ქმედება, იმიტომ რომ მანამდეც ხომ იყო იქ შევიდნენ ციხეში ადამიანებთან და იყო იქ ზეწოლა რაღაცა ცრუჩვენებების დაწერა და მსგავს რაღაცებს ჰქონდა ადგილი. მე არ ვიცი იგივე ადამიანისგან იყო თუ არა. ახალს არაფერს აკეთებს საერთოდ და ხო და კიდე ერთი რაღაცის თქმა მინდა ამ ადამიანებს შეიძლება მარტო დავით გამყრელიძე არ არის შემჩნეული ამაში და სხვა ადვოკატებიც არიან. მე ამ ასეთ ეგრეთ წოდებულ ადვოკატებს მინდა უთხრა. მე რომ სწავლობდი იურიდიულ ფაკულტეტზე, სხვა ხელისუფლების დროსაც იყო ასეთი შემთხვევები. ეს ადვოკატები სახელებით და გვარებით ვიცით ყველა. აი პირდაპირ მე რომ სწავლობდი იურიდიულ ფაკულტეტზე, რამდენიმე ლექტორისგან მახსოვს, ამათ სახელებს და გვარებს გვეუბნებოდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ადვოკატები არიან, ისინი ეს აი ეგრეთ წოდებული მომგვარებელი ადვოკატები, რომლებსაც სახელმწიფო სპიკერია ახლა სხვა.
ნამდვილად რას ნიშნავს მომგვარებელი ადვოკატი? მომგვარებელი იურისტებმა იცით ესეთი რაღაცები და განმარტავ ამას აუცილებლად ხანდახან ეს თავის ინიციატივით ჩნდებიან ეს ადვოკატები ესეთ ოჯახებთან, რომლებთანაც მოგვარებაც ასე თქვა ხელისუფლებას აწყობს, ხან რომელ ხელისუფლებას და ხან რომელ ხელისუფლებას, ხანდახან ერთი და იგივე ხალხია ეს მომგვარებელი ადვოკატები და ხანდახან რა გამოდნარი იქიდან რომ ცნობილია ამ ადვოკატების სახელები და გვარები, ვინც ასე ვთქვათ, კარგად აგვარებენ პროკურატურასთან და ხელისუფლებასთან საქმეებს, შეიძლება მე არ ვამტყუნებ ასეთ ოჯახებს, იმიტომ რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი, შეიძლება პირიქით გაუჩნდეთ კიდევაც ნდობა, რომ ამ ადვოკატს დავუკავშირებია, იქნებ რაღაცნაირად მომიგვაროს, ხო? და აი ამ ოჯახებსაც მინდა უთხრა, რომ ძალიან გთხოვთ, მე ვერაფრისკენ ვერ მოვუწოდებ, მაგრამ იქნებ დააკვირდეთ კარგად, როგორ აგვარებენ აი ეს ადამიანები, ვისაც მოუგვარეს უკვე და ვთქვათ, დაეხმარნენ, ასე ვთქვათ, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში, დააკვირდით, ნახეთ პირობებს, როგორ აკეთებენ და კარგად თქვენით გამოიტანეთ დასკვნა, ვის ულაგებენ რეალურად ეს ადამიანები. ეს საბჭოთა ქვეყნებში ხდება, მხოლოდ არ მგონია სხვა ქვეყნებში ეს დამლაგებელი ადვოკატები, მომგვარებელი ადვოკატები არსებობს. წუნებული ვარ რაღაცა ქართული, ნუ არც ამხელი, არც ქართული ოცნების ნოუ-ჰაუს ზუსტად ვიცი და არც ზოგადად, ხო? ელენა, ისევ ჩემ შეკითხვას რომ დაუბრუნდეთ, რას მიანიშნებს ყველაფერი ეს, რაც დღეს ხდება? მე როგორც დავაკვირდი, არ ვიცი, იმედი არასწორი ინფორმაცია არ მაქვს. ეს ადამიანი შედიოდა, ასე ვთქვათ, იმ ბრალდებულებთან, რომელებიც ჯგუფურ დანაშაულში შეედებათ ბრალი. და ძალიან ლოგიკურია მე მგონი, ხო? ანუ ერთი ადამიანის ეგრეთ წოდებულ აღიარებასაც კი თუ მოიპოვებ, მე რაღაცნაირად ყველა ბრალდებულის მდგომარეობა იცვლება, ხო? და მე გაცილებით უფრო უჭირს დაცვის მხარეს თავისი პოზიციების დაცვა და ძალიან არყევს ეს ერთი აღიარებაც კი ეგრეთ წოდებული აღიარება, იმიტომ რომ არ ვიცით როგორ ცდილობენ ეს ეგრეთ წოდებული ადვოკატები ამ აღიარების მოპოვებას. აი გუშინ მაგალითად თვითონ დავით გამყრალიძემ რა განცხადებაც გავრცელა, თვითონ იქვე იკითხება მუქარა, ხო? მე ასე დაველაპარაკე, რომ აი კარგად დაფიქრდიო, კმელა შვილის საქმე უხსენა, ხო? კმელა საქმეზე კარგად დაფიქრდი, ფაქტობრივად ეს ირიბი მუქარაა, რომ მე ესე ვკითხულობ ამას ძალიან ცალსახად, რომ აი ნახე რაღაცა არ აღიარა და წელი და რა დღეში ჩავარდა და აი შენ ვინც მანამდე რაღაცები აღიარა, იმათვისაც აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა, იგივე დარჩა. მინდა ზუსტად ვერავის მithumetes ამ გამწარებულ ოჯახებს მე ვერანაირად ვერ მივცემ ჩემ თავს იმის უფლებას, რომ ხა მოვუწოდო, რომ აი ეს ადვოკატი არჩიონ, ეს ადვოკატი არ არჩიონ, მაგრამ უბრალოდ დააკვირდნენ ეს ადვოკატი, რომელ საქმეზეც ეუბნება, რომ იმას მე მოვუგვარე, აი რა მოუგვარა იმას კონკრეტულად და თავად გამოიტანონ დასკვნა შემდეგ რა უნდა. დასკვნები და ამ ადვოკატებსაც მინდა უთხრა, რომ თქვენი სახელები და გვარები ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება აუცილებლად. ამაზე დიდი სირცხვილი, აი არსებობს დანაშაულები, რომლებიც რაღაც ღირსებას არ ართმევს ადამიანს. აი ეს უბრალოდ არც ადამიანურ შეჯდება, არც ეგრეთ წოდებულ კაცურს, რასაც ვეძახით ხომ, აი არაფერში არ ჯდება უბრალოდ ეს აქციელი, რომ ახალგაზრდა ადამიანები მოწყვლად მდგომარეობაში, მათი მოწყვლადობა გამოიყენო და ასე მოექცე უბრალოდ. გუჯი აუცილებლად მინდა კითხოთ, რომ აი ამ ყველაფერს, როდესაც ვუსმენ, ალბათ ძალიან ბუნებრივია, რომ პირდაპირ მახსენდება მე-20 საუკუნის 20-იანი, 30-იანი წლები. იძულებით დაწერილი ძალიან ბევრი ხელწერილები და აი ამ იძულებით წესის დაწერილი წერილების შემდეგ რა ემართებოდათ ამ ადამიანებს და როგორ აწამებდნენ ამ ადამიანებს. ეს ადამიანები იყვნენ საკმაოდ ცნობილი ადამიანები, კომპოზიტორები, რეჟისორები, სასტიკი პირდაპირ მნიშვნელობით სასტიკი წამების მსხვერპლი იყვნენ ისინი. ზოგი ამას აკეთებდა და წერდა რაღაცას, იმიტომ რომ ძალიან ძნელია, როდესაც ფიზიკურ წამებასთან გაქვს საქმე, იქ უკვე ვერაფერს ვერ იტყვი, რომ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, თუნდაც შვილით რო გემუქრებიან, ან ახლობლით ოჯახის წევრით. აი რა იგულისხმება ეხა საინტერესოა აი ამ აღიარებით ზეწოლაში, რას გულისხმობ ჩვენ და რა გარანტია გვაქვს იმისი, რომ ფორმა თვითონ, მე გასაგებია, რომ ეხა 21 საუკუნეში ვართ და როგორც ხრეწდნენ, თქვა 27 წელს, ასეთი რამე აღარ მოხდება, მაგრამ რა გარანტია გვაქვს იმისი, რომ არ გამწვავდება ეს იძულებითი ფორმა, ან როგორ გავიგებთ ამის შესახებ. ძალიან ეხა ცოტა ისეთ შეკითხვას ვსვამ, მაგრამ ბუნებრივია ამის შიში ადამიანს უჩდება, იმიტომ რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან ესენი. კარგი კითხვაა და გარანტია გვაქვს კი არა. რეალურად кейსები გვაქვს, სადაც აი თქვენ რა გარემოებებზეც საუბრობთ, ეს ყველაფერი უკვე მოხდა. მაგალითად მე ვიცავ რევაზ კიკნაძესაც ასევე, რომელსაც ემუქრებოდნენ ცოცხლად დამარხვით, საპირფარეშოში 6 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ და ასევე აიძულებდნენ კონკრეტული ჩვენება მიეცა და კონკრეტული პოლიტიკოსები დაესახელებინა თითქოს და ეს ამ ადამიანს უკვითავდნენ კონკრეტულ მოქმედებებს. ასევე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ რევაზ კიკნაძეს кейსზე
მოხდა ასევე ოქმების ისე გაყალბება, რომ პიროვნება დაიჭერეს მეტროსადგურში და ედავებიან, რომ ლისზე არის დაკავებული თელმა სისტემამ, საპატრულო პოლიციიდან დაწყებული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურით დასრულებული ეს ყველაფერი გააყალბა და ამის მტკიცებულებები გვაქვს. გამოჩნდა ადამიანი მეტროს თანამშრომელი და კიდე ერთ მეორე მეტროს თანამშრომელი, რომელიც უბრალოდ გულწრფელად თქვეს, რომ ჩვენ ეს ბიჭი დავინახეთ. აქ მოხდა ამის დაკავება, ლისზე როგორ დააკავეთ, ანუ ადამიანურად ეს ყველაფერი დააფიქსირა და ისე მოხდა, რომ ეს ყველაფერი ასევე ვიღაცამ ვიდეოზე გადაიღო და გამოქვეყნა კიდევაც ტელევიზიით, ასე რომ ეს ყველაფერი გამწვავდება და ზეწოლა შეეცდებიან კი რამას უკვე აკეთებენ. უბრალოდ ყველასთან სხვადასხვა მიდგომით არის. აი მაგალითად, კიკნაძესთან მიმართებით, როდესაც ეს პროცესი ჩატარდა და ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაპროტესტეთ და ბევრ მოქმედებაზე უბრალოდ მოსამართლეს ვთხოვდი, რომ აი დავუშვათ მე არ ვიცი და მე არასწორად მესმის, უბრალოდ მუხლი მიმითითეთ თქო, როდესაც ვიცხოვდით რაზეც ღიზიანდებოდნენ, იმიტომ რომ კანონი არ იციან ელემენტარულად, იმიტომ რომ რასაც აკეთებენ ის სრულიად ეწინააღმდეგება კანონს და როდესაც რაღაც გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე ვალდებულია დაასაბუთოს აღნიშნული და აი ეს ყველაფერი როდესაც მოვითხოვეთ რევაზის თემაზე მაგალითად 150 თავდები მიუყვანე და მოსამართლემ საერთოდ ეს საკითხი არც განიხილა. აქედან გამომდინარე ნახეთ უკვე ზეწოლა მიდის მაგალითად ბადრაგების მხრიდან, რომ აი შენ ადვოკატს ამდენი რომ არის აქტიურა, შენ გამოგეშვებდნენ და ჩემი დასაწყისში ყოფილი მეუბნებიან, კარგი, ჩემო ადვოკატმა აი აქტიურა ამდენი, მაგრამ ვისი ადვოკატებიც ჩუმადიყვნენ, ისინი რატო არ გაუშვეს? აქედან გამომდინარე, ყველანაირად ცდილობენ ეს ადამიანები მარწუხებში მოაქციონ. ეს იქნება რეპლიკის თქმა, ეს იქნება რაღაც ამბის მოყოლა, რომ აი ვიღაცას ესე შეემთხვა და თავის თავი რომ მიამსგავსოს ამ სიტუაციას. ეხლა მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ამ ადამიანებს დახვრიტავენ, ეს არ მოხდება იმედია, მაგრამ დღეს ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ ყველა მექანიზმი, რაც კი არსებობს, წნეხის, ეს არის ფსიქოლოგიური, ფიზიკური. აი ნიკოლოზ ჯავახიშვილს დაუბრუნდეთ. ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მაგალითად ჩიმშილობა რომ გამოაცხადა, იცით რა გააკეთა ეს? სამარტო საკანში პირის გადაყვანა არის დასჯის მექანიზმი, რომელიც არ შეიძლება 12 დღეზე მეტი იყოს და რა გააკეთეს? სახტელად კი არ დადეს სამარტო საკანში გადაყვანა, არამედ იგივე პირობებით უბრალოდ გადაიყვანეს მარტო საკანში, ჩაკეტეს, ტელევიზორი წაართვეს, ყველა ის პირობა შექმნეს, რაც სამარტო საკანში ყოფნა არის და ასაბუთებდნენ იმას, რომ სხვა საკანში უბრალოდ ვერ ეყოლებოდათ. შესაბამისად, ცდილობენ ყველანაირად ზეწოლა მოხდნენ, ხა რატო გააკეთეს ეს, ხო? გააკეთეს იმიტომ, რომ მაშინ პირველად როცა იშიმშილა უთხრეს, რომ აი შენ თუ პროტესტს გამოთქო, ცუდ პირობებში აღმოჩნდები, შენთვის იქნება ცუდი, შეეგუე იმას, რაც არის, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ეს ბიჭები არ ეგუებიან და ციხიდანაც კი ისეთ ბრძოლის მაგალითს აძლევენ გარეთ მყოფ ადამიანებს, მათ წერილებს ხედავთ, მათ განცხადებებს ხედავთ, სასამართლო პროცესებზე მათ დამოკიდებულებას ხედავთ. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებს ესეთი მეთოდებით ვერ გეტყიხავენ, მაგრამ ცდილობები ნამდვილად არის. გუჯა, მე მაინტერესებს რევაზ კიკნაძის საქმე გაიხსენე, სადაც ხო გახმაურდა ეგ ამბავი, რომ პირდაპირ პოლიტიკოსებზე ხელის დადებას თხოვდნენ, რომ რაღაც აი ხარ დაიძრა ეგ თემა, რაღაც საბოტაჟის მუხლით ცდილობს რომელიღაცა ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი რაღაც საქმე აღძრას. ხომ არ ყოფილა ნიკოლოზ ჯავახიშვილის შემთხვევაშიც ხელის დადების მოთხოვნა არა მხოლოდ იმ საქმის მონაწილეების მიმართ, არამედ პოლიტიკური აქტორების მიმართაც. ნიკოლოზ ჯავახიშვილის შემთხვევაში ნახეთ, აი ვერ ვიტყვი რომელი უარესი შემთხვევა, იმიტომ რომ ორივე ერთმანეთზე უარესი შემთხვევა. ეხლა მაგალითად რევაზ კიკნაძის შემთხვევაში გვაქვს ის, რომ გამოძიებამ კამერები გააქრო, სადაც დასტურდება, რომ ოქმები არის გაყალბებული, იყო ცოცხლად დამარხვის მუქარა და სხვადასხვა ნივთებზე დასმის მუქარა პოლიციის განყოფილებაში და 5 პირი დააიდენტიფიცირა. აი დღეს თქვენი ერთ-ერთი ვისარგებლე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მაინტერესებს, რომ მოვთხოვეთ, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა იმასთან დაკავშირებით, რევაზ კიკნაძემ ტანჯვა განიცადა თუ არა, რის საფუძველზეც მე დასაბუთებული ვარაუდი სტანდარტი შეექმნებოდათ. აი მითხრან 2 თვე არის თითქმის გასული, თუ მეტი არა. ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დანიშნოს, რამ შეუშალა ხელი აქამდე რომ დაენიშნათ. და მეორე კითხვა, აი ძალიან მეტყვი, 5 პირი სახელი და გვარით ჩვენ რო დავაიდენტიფიცირეთ და ჩვენ რო ჩავატარეთ გამოძიება. აი ეს პირი თუ ყავთ გამოკითხული და რა შედეგები დადგა. ეს არის რევაზ კიკნაძის მიმართულება. ეხლა ნიკოლოზ ჯავახიშვილთან რო გავაუბროთ პარალელურად. ნიკოლოზ ჯავახიშვილთან ნახეთ რა მოხდა, ჩვენების იძულება მოხდა, რომ რასთან დაკავშირებით ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მიმდინარეობს ამ ინფორმაციის მოწოდება და კონკრეტულ პირებს
პირებს, სახელებს და გვარებს ასევე იქაც დავასახელებთ, რომლებაც აიძულეს ამ პირს ჩვენება მიეცა და ასევე ესაც არის დანაშაული. აქედან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ იმას, რომ სამსახური, რომელიც უნდა იძიებდეს პოლიციელების დანაშაულს, აქტიურად არის დაკავებული ან კამერების გაქრობით, ან ჩვენებების არ გამოთხოვით და აქედან გამომდინარე, ანუ სისტემური დარღვევები გვაქვს, აი სასამართლო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ასევე მე სახალხო დამცველის ძალიან ბევრი მოქმედება არ მომწონს და ძალიან აქტიურად ვაკრიტიკებ. მაგალითად, კვირა დღეს ბატონი ნიკოლოზი, რომელიც ჩიმშობდა დავრეკე, აუდიო ჩანაწერი მაქვს ამის უცხარი, რომ მხრივად იწერებოდა ეს საუბარი და იცოდნენ და მოვითხოვე, რომ შესულიყვნენ, რადგან შაბათ კვირას ადვოკატს არ გვაქვს უფლება ციხეზე შესulis და იქიდან პასუხი იყო, რომ არ შევალთო, იმიტომ რომ წინა დღეს ვიყავითო და ახალი საფუძველი გაქვს ადამიანის ცუდად არის, გული წაუვიდა და იქ ყურადღება არ მიაქცია და იქ დარეკვა რომ შეუძლია მატყობინებს ამასთან დაკავშირებით და უბრალოდ არ შედია. და ესეც მოცემულობაში ხო, რა თქმა უნდა, სისტემური დარღვევა, მეტი არაფერი. ხო, მის მაინტერესებდა იდეაში თუ იყო ნიკოლოზის მიმართაც იგივე ტიპის ზეწოლა სახელობითად, ანუ პოლიტიკოსების მიმართ. უშუალოდ პოლიტიკოსებთან მიმართებით ნიკოლოზის მიმართ არ ყოფილა. ნიკოლოზის მიმართ იყო რომ დაასახელეს სხვა პიროვნებები. აი, მაინტერესებდა. ისის გამყარება. ელენე, რაღაცნაირად ისეთ პერიოდში გვიწევს ცხოვრება, რომ დღის განმავლობაში მთელი ჩემი შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ასეა, გონება არის მთლიანად აი ამ მოვლენების გარშემო ტრიალებს. სულ და თავარი შეკითხვა არის, რომ როგორ უნდა მოვიკრიბოთ ძალა ჩვენ თავებში და როგორ უნდა ვიყოთ ძალიან ხნეთ, ეს ვიცით რომ არ გვაქვს მოდუნების უფლება და ბოლომდე რაღაცნაირად უნდა მივყვეთ მართლა ბოლომდე ამ ყველაფერს და არ უნდა მივცეთ საშუალება რომ ოდნავ მაინც მოგვერიონ. აი რა არის ის ძალა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა იპოვოს საკუთარ თავში, რომ მართლა ამაზე ვფიქრობ, ყველა პროფესიის როგორც ქალი, როგორც დედა, როგორც მსახიობი, როგორც თქვა წამყვანი, ყველა პატარა კუთხე კუნჭულს ვეძებ, რომ სად შემიძლია, როგორ შემიძლია რაღაცა გავაკეთო. მე შემიძლია თქვა მე რა მეხმარება ხოლმე ამაში და მე ყოველდღე დილას როგორ ვიღვიძებ პირველივე პოსტი ხდება ხოლმე მე რამდენად ღერაც მზია ამაღლობელი შემშილობს და ხო არ მაქვს ხოლმე ამის გამო ვერ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას ის ხეულებრივად რომ იმ დღეს მოვდუნდე და შეიძლება აქციაზე ვერ გავიდე, მაგრამ რაღაცნაირად სხვა პროტესტთან დაკავშირებულ რაღაც საკითხებს მოვუწყვიტო ჩემი გონება ამ ეს ძალიან დიდი ხანი არ გამიკეთებია. მალე გახდება 1 წელი, რაც არ მიფიქრია ფაქტობრივად სხვაზე არაფერზე გარდა იმისა, რომ როგორ უნდა დაალაგდეს ეს ქვეყანა და როგორ უნდა მოვახდინოთ ის, რომ ჩვენი ევროპული მომავალი იყოს გარანტირებული. თუ შეიძლება ორი საკითხის თქმა მინდა, კიდევ აი ამ ადვოკატებთან დაკავშირებით ერთი რამის თქმა მინდა, რომ არ არის უხერხული, რომ ადვოკატები კეთილსინდისიერებას შეამოწმონ ოჯახებმა და თავად ბრალდებულებმა თუნდაც ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ადამიანებმა, ხო? არ არის უხერხული რაღაც კითხვების დასმა, მოკითხვა ეს ადამიანები ვინ არიან და ასე შემდეგ და არ არის უხერხული ესეც მოუყვები მე და ბეტონმა ელგუჯამ ასე გავიცანით ერთმანეთი ჩემი მეგობარი დააკავეს ბაბილოს წინ აქციაზე რამდენიმე სხვა ადამიანთან ერთად და ელგუჯა იყო პირველი ადამიანი ვინც გაჩნდა ეს დოქტორთან და თქვა რომ მე შემიძლია თუ თქვენი სურვილი იქნება და ესეც ალბათ თანხმობაც მოიპოვა და გავესაუბრე მას წინასწარ მე შემიძლია რომ აქ ვარ და შევიდე და ბარემ ყოველას ვინახულებ და მე არ ვიცნობდი მაშინ ელგუჯას და მე მოვიკითხე ვინ იყო ეს ადამიანი ჩემ მეგობრებთან რომლებიც ასე თქვა ამ სფეროში არიან და არიან ადვოკატები და ამისკენვე მოვუწოდებ ყველას და კიდევ ერთი რამის თქმა მინდა რითიც თქვენ დაიწყეთ საუბარი ამ გადაცემაში ხო გუშინდელ ამბებს რაც შეეხება მე მინდა ვთქვა რომ მე ყოველდღე ვერ ვახერხებ ხოლმე მისვლას მაგრამ აი ყველა ადამიანი დარწმუნებული ვარ ესე შეიძლება იმ წუთას არ ვართ ადგილზე მაგრამ აუცილებლად ვადევნებთ თვალს რა ხდება რუსთაველზე და ერთი დაძახება არის საკმარისი რომ რამდენიმე წუთში გავჩნდეთ იქ და ესე იქნება ყოველთვის ანუ არანაირი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ესეც სხედვართ მაშინაც კი როდესაც ვისვენებთ და იქ არ ვართ სხედვართ ვუყურებთ რა ხდება რუსთაველზე მთელი ჩვენი გონება თვალი ყური გული არ ვიცი ყველაფერი არის იქ და მართლა ყოფნის ერთი დაძახება რომ გავჩნდეთ იქ ყველა და მით უმეტეს როდესაც ხდება რაღაც ისეთი რაც გუშინ მოხდა ხო დააკავეს ადამიანს
ადამიანები თუ არ ვწდები, რაღაც ჯაჯგურს ქონდა ადგილი და ეს მინდა რომ ყველა მიცოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად შეიძლება იქ ვინმე არ იყოს, გონებრივად ყველა ადამიანი და მთელი გულით ვართ რუსთაველზე და გვჭირდება მარტო ერთი დაძახება და ესე იქნება ყოველ. გუშინ შესანიშნავი მაგალითი იყო ამის. გუჯა, ბოლოსკენ მინდა კითხვა უცილებლად ვისაუბრეთ დეტალებზე და მინდა რომ მოუყვეთ ჩვენ მაყურებელს თუ არსებობს რაიმე ხერხი, რომ ის ადამიანი, რომელზეც ვისაუბრეთ, დავით გამყრელიძე, რომელიც ესე შედის პატიმრებთან და ცდილობს დაიყოლიეს ისინი საპროცესო შეთანხმებაზე თავის პირობებით და ამ შემთხვევაში ხელი დაადოს იმ ადამიანს, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენიათ. თუ არსებობს ამ ადამიანის მიმართ რაიმე პროცედურული ღონისძიება, რომელიც მას ან ადვოკატის წევრობას ლიცენზია შეუჩერებს, ან რაიმე სხვა ტიპის ღონისძიება. პირველ რიგში ზუსტ ფრაზას გამოვიყენებ, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი ვარ და ესეთი საუბარი არ შემშვენის, დაიყოლიოს საპროცესო შეთანხმებაზე არა, დაიყოლიოს უღირს საქციელზე სხვა ადამიანებს დაადონ ხელი ვითომ და გაკეთებულ საქმესთან დაკავშირებით. ეხლა რა კანონმდებლობით რა შეგვიძლია გავაკეთოთ? პირველი გარემოება არის, რომ მივმართოთ ეთიკის კომისიას და ეს აუცილებლად მოხდება. მეორე ასევე მერვე დაწესებულებას, რომელსაც ასევე თქვენ მედიის საშუალებითაც მივმართე და როდესაც რაიმე ფაქტი გამოვლინდება მედიის საშუალებით, ვალდებული ხარ მოკვლევა დაიწყო. ეს გარემოება ასევე თქვენი მედიის საშუალებით ვისარგებლებ გადაცემის საშუალებით და ადამიანებს, რომლებსაც ქონიათ ეგეთი შემთხვევა, რომ ამ ბატონმა მოგწერათ, რაღაცა მსგავსი შემოგთავაზათ, ან თქვენს დაცვის ქვეშ ყოფთან შევიდა, მე ვამზადებ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჩივარს ეთიკის კომისიაში და ეს იქნება ძალიან ბევრი მტკიცებულებით გამყარებული. ეს არ იქნება მხოლოდ ერთ შემთხვევაზე, ეს იქნება ყველა მანამდე არსებულ შემთხვევაზე, რადგან ეთიკის კომისიამ არ მიიღოს უბრალოდ შენიშვნა და არ იყოს საფუძველი იმის, რომ შენიშვნით შემოიფარგლოს. შესაბამისად, მე მაქვს უკვე რიგი მტკიცებულებები სხვა кейსებთან მიმართებით და შეგიძლიათ თუ ვინმეს ან რაიმე ვიდეო გაქვთ, ან რაიმე მიმართვა გაქვთ, რაიმე ჩანაწერი გაქვთ, შეტყობინება გაქვთ, ეს ყველაფერი გამომიგზავნოთ, რადგან ამის შემდგომ ეთიკის კომისიას მივმართო რაც შეიძლება მეტად დასაბუთებული кейსით უკვე სხვა кейსებთან თანაფარდობაში, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა და უშეცდომა დაუშვა ადამიანურად დახმარება უნდა და აი ესე რომ არ შეიფუთოს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ეხლა რას ვფიქრობდი, იცი, იურიდიული ფაკულტეტი საქართველოში საკმაოდ პოპულარული ფაკულტეტია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტუდენტები არიან, ძალიან ბევრი. ჩემი გამოცდილებით და დაკვირვებით ყოველ შემთხვევაში ასე არის და ეხლა ვფიქრობ, რომ აი ამ სტუდენტებს, ამ ახალგაზრდებს რამხელა შესაძლებლობა აქვს იმისი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყნის პრობლემა, რაც არის სასამართლო და სამართალი, რაღაცნაირად მოახერხონ და თავიანთი ერთობით და გაერთიანებით მართლა შეცვალონ ეს სისტემა. რამხელა ბერკეტი და ძალა, იმიტომ რომ ძალიან ბევრნი არიან დღეს სტუდენტები, ვინც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს და მართლა მოვიდათ, რომ რაღაცნაირად გადაწყდეს ეს სასამართლო. არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომ შევიდნენ პროცესებზე, ყოველდღე იმართება რომელიმე პოლიტპატიმრის ან ადმინისტრაციული წესით დაკავებული ისტორიული მოვლენის მომსწრეები იქნებიან და გამოცდილებისთვის მე მგონი საუკეთესოა. ზუსტად შეუძლიათ ნახონ, როგორი არ უნდა იყოს იურისტი, როგორი არ უნდა იყოს მოსამართლე, როგორი არ უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი იურისტი და პროკურორი, ცოცხლად ნახავენ ამას ყველანაირი ისტორიული და როგორი ძირგამომპალი სისტემა არის უკვე წლებია ამ ქვეყანაში და როგორ მოვიდა იმის დრო, რომ მათ ხელშია მათი შეცვლა. ვის სახელმა თაობამ კი ბატონო. ამ წუთებში საბას ხვიტარიძის პროცესი მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში და ვიცით ხო ახლა იქ თუ გარშემოთ განხილვაში გადადის ყველაფერი და ხო ახლა იმის მედი არ გვაქვს იქ ეს რომელიმე მოსამართლის ან პროკურორის სინდისის ხმა გაიღვიძებს, მაგრამ მაინც დაველოდოთ ამ პროცესის განვითარება. ისე სინდისის ხმის გაღვიძების მე მაინც მჯერა, როდესღაც ეს აუცილებლად მოხდება. მართლა მჯერა მაგის. ნუ რაღაც დროს აუცილებლად მოხდება, მაგრამ დაგემშვიდობები. დიდი მადლობა. მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ რუსული რეჟიმის ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ვისაუბრობთ. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე იქნება ჩვენთან ჩართვით, ასე რომ დაგველოდოთ.